ებით ალბათ ნინო თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომელიც მოსახლეობის ძირითად ფენას აწუხებს, ეს ეხება ძირითად დაცდენი, გაზი, წყალმომარაგება, გამოწვევები და პრობლემები, რა პრობლემები იკვეთება ძირითადად, რაზე ჩივიან მომხმარებლები, ციფრებიც გექნებათ ალბათ, რა დარღვევები იკვეთება, რას აკეთებთ თქვენ და რა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფრისგან არსებული თუ რისკი შემცველი საფრთხეებისგან იყო დაცულები. გესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს. 2024 წელი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი ალბათ გამოწვევების მხრივ ჩვენი სამსახურისთვისაც. 2024 წლის მანძილზე ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება, რომ ყოველწლიურად საზოგადოების და საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგეთ ჩვენ წლიური ანგარიშით და შესაბამისად 2025 წლის აპრილში ჩვენ წლიური ანგარიში გამოვაქვეყნეთ, ასევე მიმართეთ პარლამენტს და მოვახსენეთ 2024 წლის მანძილზე ჩვენი სამსახურის მიერ განხორციელებული ძირითადი საქმიანობები, ის ძირითადი პრობლემები გამოვკვეთეთ, რომელიც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მომხმარებლებს ჰქონდათ და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა 2024 წელს, რა გაკეთდა ჩვენი სამსახურის მიერ და რა არის კვლავ პრობლემა, რომელიც კვლავ გადაუჭრელად პრობლემად რჩება, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და რაზე გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას 2025 წლის მანძილზე. საერთო ჯამში სტატისტიკა ჩვენ ესეთი გვაქვს 1400 დაახლოებით კორესპონდენცია იყო, 600-ზე მეტი საჩივარი განცხადება შემოვიდა, სადაც მომხმარებლებმა უშუალოდ კონკრეტული ინდივიდუალური სახის პრობლემები დააყენეს, 154 იყო ეგრეთ წოდებული საუხმო ჩანაწერი, სადაც მომხმარებლებმა სხვადასხვა ტიპის პრობლემები სოციალური ქსელის, ტელეფონის, ელექტრონული პოსტის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე დაგვიტოვეს და ესენი ძირითადად იყო კოლექტიური განცხადებები მთელი საქართველოს მასშტაბით, ეხებოდა სოფლის, უბნის, კორპუსის პრობლემებს, სამივე მიმართულებით სხვათა შორის და 600-ზე მეტი რეკომენდაცია გავეცით, ეს არის რეკომენდაცია მოგეხსენებათ, ეს ჩვენი სამსახურის მიერ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე დადებული, ესე ვთქვათ, მიმართვა კომპანიისადმი, სადაც ჩვენ კონკრეტული დარღვევა დავინახეთ და მოუწოდეთ კომპანიას გარკვეული ქმედებების განხორციელებისაკენ და 200,000 ლარამდე არასწორად დარიცხული გადასახადი ჩამოვწერეთ, რომელიც მომხმარებლების, ესე ვთქვათ, არასწორად კომპანიებს ჰქონდათ დარიცხული და შესაბამისად დაკორექტირება მოხდა აღნიშნული თანხების. საერთო ჯამში ლიდერი ალბათ მაინც ელექტროენერგეტიკის სექტორი რჩება მომართვიანობის მხრივ, შემდეგ მოდის უკვე წყალმომარაგება და ბოლოს არის ბუნებრივი გაზის სექტორი და ამ კუთხითაც შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვს მომხმარებლებს, მაგალითად ახლა წყალმომარაგების სექტორი ყოველთვის განსაკუთრებით გამოირჩევა დედაქალაქში მომართვიანობა, რომელიც უკავშირდება მიწოდების შეწყვეტას, არასწორ, ასე ვთქვათ, აღრიცხვიანობას მათ შორის და ამაზე ახლა კიდე აქცენტსაც გავაკეთებ და წყალმომარაგების ქსელი საერთოდ არის ორი, ასე ვთქვათ, ქსელი, ესე ვთქვათ, ეს არის სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელი და ორივე შემთხვევაში კომპანიას თუ კი რაიმე ტიპის, ესე ვთქვათ, დარღვევა ქსელთან დაკავშირებით მომხმარებელს მიწოდება ეზღუდება და მიწოდების შეზღუდვასთან ერთად წყალმომარაგების ქსელის დაზიანება კიდე ცალკე პრობლემას უქმნის მომხმარებლებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასმელი წყლის ქსელის ან წყალარინების ქსელის დაზიანების დროს იქიდან გადმოღრული მასა თუ დროული რეაგირება კომპანიამ არ განახორციელა, შეიძლება ძალიან დიდ ზიანზე გავიდეს მომხმარებელი და სხვათა შორის დღეს ჩვენი თანამშრომლები ერთ-ერთ ასეთ ლოკაციაზე მიდიან, სადაც მომხმარებლები ამბობენ, რომ დაზიანებული წყლის წყალმომარაგების ქსელისგან გადმოღრული წყალი ჩაედინება სარდაფებში, რაც უქმნის პრობლემას კორპუსებს და კომპანიის მხრიდან დროული რეაგირება არ ხდება, რაც რა თქმა უნდა, სამკო დამატებით საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და ზიანს აყენებს. ამიტომაც ამ კუთხით საკმაოდ ბევრი მუშაობა გვიწევს და წელსაც საკმაოდ ბევრი განცხადება სწორედ სასმელი წყლის ქსელის დაზიანებას და არადროულ რეაგირებას ეხებოდა წყალმომარაგების სექტორში. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წელს სხვათა შორის ძალიან ბევრი შემოვიდა აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები, რაც გულისხმობს იმას, რომ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები არ ახორციელებდნენ დროულად ჩვენების აღებას. ახლა თითქოს არ უნდა შექმნას ამან პრობლემა, იმიტომ რომ ტარიფზე გავლენას არ ახდენს და რატო უნდა იყოს ახლა პრობლემა, რომ მაგალითად კომპანიამ ჩვენება დაარიცხოს მომხმარებელს ან პირობითად, ან 6 თვეში ერთხელ მივიდეს ჩვენება აიღოს და მერე გადაკორექტიროს, თქვა გადასახადი, ხო? ამან მაინც ვიტყვით, რომ რიცხველი გაიარა და მომხმარებლის სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს მომხმარებელს, თუმცა ასე არ არის. ჩვენ ცალკეული შემთხვევები და ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც
აი ესე პირობითად დარიცხული ჩვენებების გამო მომხმარებლებს ზედმეტი გადასახადები დაერიცხათ, იმიტომ რომ ქსელი იყო დაზიანებული და ყოველთვიურად ჩვენების აღება რომ მომხდარიყო, მომხმარებელი ინფორმირებული იქნებოდა ქსელის დაზიანების შესახებ და ასეთი შემთხვევები გქონდა, სადაც 1000-1500 ლარი მომხმარებელს მხოლოდ იმიტომ დაერიცხა, რომ დაზიანებული ქსელიდან ხდებოდა წყლის დაღვრა და ეს მან ვერ შეატყო, ვინაიდან ყოველთვიური გადასახადი არ გაეზარდა. პირობითად ხდებოდა ჩვენებების დარიცხვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი რეკომენდაცია გავეცით და მოუწოდეთ კომპანიას, რომ ეს პრობლემა აღმოეფხვრა და სხვათა შორის ბოლო პერიოდში უნდა აღვნიშნო, რომ აი წელს მაგალითად წლის ბოლოსკენ უკვე შემცირდა მსგავსი ტიპის მომართვიანობა, სადაც მომხმარებლები მიუთითებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ჩვენებას აღარ იღებენ და რაღაცნაირად ეს პრობლემა დარეგულირდა. ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთანაც უკვე შემცირდა ესეთი შეტყობინებები, სადაც მომხმარებლები მიუთითებენ, რომ ჩვენების აღება დაგვიანებით ან არასწორად ახორციელებს მომხმარებლები. თუმცა რა თქმა უნდა პრობლემები არის. აი ჩვენ წეღან საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რა პრობლემა აქვს ახლა რეგიონი რო ავიღოთ, ხო, იმის გარდა რომ იქ თქვათ მიწოდების შეწყვეტა ხდება, ასევე პრობლემას წარმოადგენს მუდმივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხო? ეს არის ცალკე სერიოზული პრობლემა, რატო? იმიტომ რომ იწყება ქსელის გაყვანის ან სარეაბილიტაციო სამუშაოები, თქვენ წეღანაც აღნიშნეთ და მეც აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მომხმარებლები ხშირად ამბობენ, რომ აი არა ვართ ინფორმირებული, როდის დაიწყება, ვის უნდა მივმართოთ შეკითხვით, თუ კი რა კეთდება ისიც კი არ იცის, თქვათ, სოფლებში ადამიანებმა და სხვადასხვა ქალაქებში, ამიტომაც ამ კუთხით, რა თქმა უნდა, შენიშვნები არის. ამის გარდა, როგორც მოსახლეობა ამბობს, რომ ეს გადათხრილი ქუჩები, ის რომ გასაგებია, რომ თქვენი სვალდებულება აქ ახლა მომხმარებელს ქსელი ისე ვერ გავა, რომ ქუჩის გადათხრა არ მოხდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას დასასრული უნდა ქონდეს, ხო? ჯერ ესეთი რომ პირვანდელი მდგომარეობა უნდა აღდგეს იმისი, რაც მოსახლეობას დაუზიანა კომპანიამ, იმიტომ რომ ქსელი გაყავდა. თუმცა, როგორც მომხმარებლები მიუთითებენ ცალკეულ შემთხვევებში, ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის დასრულდება ეს სამუშაოები, როგორ აღადგენენ პირვანდელ მდგომარეობას და აბსოლუტურად უწევთ ამ დაზიანებულ, ესე ვთქვათ, მიწასთან, დაზიანებულ გზებთან ერთად თვეების მანძილზე ცხოვრება, წლების მანძილზე ცხოვრება. ამიტომაც ახლა ჩვენ ამ კუთხით ჩავატარებთ შეხვედრას კომპანიასთან, წელს აგეთმული გვაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა გქონდა რამოდენიმე სადაც კონკრეტული ვადებიც მიუთითეს, როდის აღადგენდნენ ამ დაზიანებულ ქსელს, მაგალითად კახეთთან დაკავშირებით გქონდა, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, სამეგრელოში წამოვიდა ეს პრობლემები და აუცილებლად ამასთან დაკავშირებით ცალკე გავაკეთებთ შეხვედრას, როდის რა უნდა დასრულდეს, რომ მომხმარებელს რა თქმა უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ამდენი დისკომფორტი დროსთან მიმართებაში განსაკუთრებით, რომ არ გაიწელოს ეს რეაბილიტაციო სამუშაოები და მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. აი ნინო, თქვენ რომ ახსენეთ, რომ 200,000 ლარამდე არასწორად დარიცხული გადასახადები ჩამოწერეთ. ეს როგორ არის, თქვათ, უნდა მოგმართოთ ადამიანმა დააფიქსიროს თავის პრობლემა, რომელიც თუნდაც ვაშლი ჯვართან დაკავშირებით იყო, როცა კომპანიამ რამდენიმე თვის განმავლობაში არ აიღო ანათვალი და შემდეგ მივიდა საკმაოდ გაზრდილი ტარიფი. როგორ ხდება ეს პროცედურა და მოსახლეობა ამ შემთხვევაში რჩება და ისევ დაზარალებულად თუ როგორ ხდება ამ პრობლემას? ბატონო, ნახეთ, პირველი რაც არის, ეს არის, როდესაც მომხმარებელი თვლის, რომ მას დაერიცხა ზედმეტი გადასახადი. მას აქვს რამდენიმე შესაძლებლობა ჩვენთან მომართვის. ერთი ეს არის, რომ რა თქმა უნდა, უშუალოდ ინდივიდუალურად მოვიდეს ჩვენთან ოფისში დაწეროს განცხადება, თუმცა სატელეფონო შეტყობინებით საფუძველზეც ჩვენ ვიწყებთ წარმოებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სამსახურის თანამშრომელი უტარებს მას კონსულტაციას, როგორ უნდა გადმოაგზავნოს სწორად განცხადება, იმიტომ რომ ეს არის დავა, რომელიც არის კონკრეტულ მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებული სადაო საკითხი, ამიტომაც ამ შემთხვევაში განცხადება არის საჭირო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ესეც აუცილებლად მოსვლა ჩვენამდე არ არის, ჩვენი თანამშრომელი მას აუხსნის, როგორ უნდა მოგვაწოდოს განცხადება, თუნდაც ონლაინ რეჟიმში, რომ მომხმარებელი ჩვენამდე თქვათ არ მოვიდეს და ამაში დრო არ დააკარგოს. ეს ერთი. შემდეგ უკვე, როდესაც მომხმარებლის შეტყობინება და განცხადება ჩვენთან ფიქსირდება, ჩვენ ვიწყებთ წარმოებას და არსებობს შესაბამისი მუხლი, როდესაც მივმართავთ კომისიას CEMEX-ზე მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, სადაც მომხმარებელი სადაო თანხის გადაუხდელობის გამო სამ დავა არ დასრულდება, კომპანიამ არ უნდა გათიშროს. ეს ერთი შემთხვევა. ანუ მომხმარებელი აღნიშნულ თანხას ასაჩივრებს, შეიძლება ეს დავა რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდეს და
თქვენ ამის გამოცდილება გაქვთ, მაგრამ სადავო თანხა რაც არის, სანამდე დავა არ დასრულდება და კონკრეტული გადაწყვეტილება ჩვენი სამსახურის მიერ რეკომენდაციის ან გადაწყვეტილებით არ იქნება მიღებული კომპანიასთან მიმართებაში, აღნიშნული თანხის გადაუხდელობის გამო მომხმარებელი არ ითიშება და თავისთავად ეს შეიძლება რამდენიმე თვეც გაგრძელდეს. ეს ერთი თუ გადახდილი აქვს მომხმარებელს მაგალითად, ხო არის ის შემთხვევები, რომ მომხმარებელმა გადაიხადა თანხა და მერე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე ვთქვათ არასწორად აღებული ჩვენებების გამო, ვთქვათ ტარიფის გამო უნდა მოხდეს თანხის დაკორექტირება. ასეთ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ ვიწყებთ წარმოებას და ზედმეტად გადახდილ თანხას მერე უკვე გადაუსვავთ მომხმარებელს ეგრეთ წოდებული პლუსში, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი არ დაზარალდება. ოღონდ ესე რომ ეხა მასშტაბურად ჩვენ როგორც კოლექტიური განცხადებების შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც ქსელის დაზიანება მიდის და ჩვენ კოლექტიურ შეტყობინების საფუძველზე ვიწყებთ და ყველა მომხმარებლისთვის ეს პრობლემა გვარდება, ასეთი დამოკიდებულება ინდივიდუალურ დავასთან დაკავშირებით ვერ გვექნება, თუ მომხმარებელი თulis რომ მას ზედმეტად დაერიცხა გადასახადი, ყველა შემთხვევაში ეს არის ინდივიდუალური მომართვის საფუძველზე დაწყებული წარმოება. ამიტომაც მომხმარებელმა უნდა შეგვატყობინოს იმის თაობაზე, რომ მას ეჭვები აქვს დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით. ზოგადად მაინც ჩვენ არაერთ სექტორზე ვისაუბრეთ და ყველაზე რთული მდგომარეობა რა მიმართულებით არის, რომელ სექტორშია რო გითხრათ და ასევე თქვენ ხშირად დადიხართ მონიტორინგს აწარმოებთ რეგიონებში და ყველაზე რთულად თქვათ მოსაგვარებელი პრობლემები მაინც სად გამოიკვეთა? ესე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე რეგიონში მაგალითად განსაკუთრებით ანუ ერთგვაროვანი არის ეს მიმართულება. ეხლა ნახეთ როგორ არის სასმელი წყალი და ელექტროენერგია არის ის შემთხვევა, როდესაც წვეტები, ქსელილებთან დაკავშირებული პრობლემა და ასე ვთქვათ სტაბილურად მიწოდების პრობლემა დგას ხოლმე. და ამას კიდე ემატება ის, რაც სასმელ წყალთან დაკავშირებით გითხარით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დამატებით დისკომფორტებს უქმნის მომხმარებელს, რაც კიდე დავის საგანი არის და ასე ვთქვათ ეს კიდე ცალკე მოგვარებადი ამბავია, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად გვარდება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კახეთის რეგიონში გვქონდა სწორედ ესეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად მერიამ დააგო ასფალტი კომპანიამ აღნიშნული ასფალტი შემდეგ საასფალტის საფარი გადათხარა, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული სამუშაოები აწარმოა, მერე ის ისეთი ფორმით ვერ აღდგა და ამასთან დაკავშირებით ახლა უკვე იქნება დამატებითი პრობლემა. ამიტომაც ეს უკვე არის დამოკიდებული იმაზე. მაგალითად, კახეთში, როდესაც ვიმყოფებოდი შეხვედრაზე თელავსა და ყვარელში, იქ მაგალითად ელექტროენერგიაზე მეტად მომხმარებლის პრობლემა დაფიქსირდა, რომ იყო სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა და ის პრობლემა, რომელზეც მე ვისაუბრე, რომ გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ იწვევდა მომხმარებლებისთვის დამატებითი პრობლემის, თუმცა ელექტროენერგიაზეც ბევრი, ვთქვათ, შეტყობინება მივიღეთ, თუმცა ეტაპობრივად გვარდება. აი მაგალითად, სამეგრელოში ან აჭარაში, როდესაც ვიყავით, იქ პირიქით იყო მაგალითად იქ დაფიქსირდა პრობლემები და იმერეთში განსაკუთრებით, რომელიც ეხებოდა ელექტროენერგიის მიწოდებასა და წვეტებთან დაკავშირებულ პრობლემას, თუმცა იქ წყალთან დაკავშირებული პრობლემაც იყო, იმიტომ რომ მაგალითად ბაღდადში არ იყო გადალუქული მრიცხველები და ასეთი პრობლემა არის დღემდე იქ გადალუქული მრიცხველები და მოსახლეობა არარაციონალურად გამოიყენებდა სასმელ წყალს ზაფხულში ქმნის დამატებით პრობლემას. ეს მოსახლეობის ესეთ აქტიურობა წლების განმავლობაში არ იყო მოსახლეობა ჩართული და არ იყო ესეთი აქტიურობა პრობლემებთან დაკავშირებით და კომუნიკაცია თქვენთან. მოსახლეობის აქტიურობა, თქვენი აქტიურობა, შედეგად რას იძლევა ეს? ნახეთ, მე ხშირად ვამბობ, რომ თუ მომხმარებელმა იცის, სად უნდა მივიდეს თავისი პრობლემის გადასაჭრელად, იქ არის ნახევარი საქმე გაკეთებული. რატომღაც მომხმარებელს აქვს ესეთი დამოკიდებულება? მოდი ესე ვთქვათ, კომპანია, ჩვენ მომსახურებას ვიღებთ ერთი კომპანიიდან და მომხმარებელმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ მას პრობლემა ექნება ამ კომპანიასთან, ალტერნატივა არ აქვს. ანუ სხვაგან ამ მოწოდებას ვერ მიიღებს, რომ ელექტროენერგიას, წყალს და გაზს. ამიტომ ესეთი დამოკიდებულებაც მომისმენია, რომ აი სხვა არ არის, ამიტომაც მე უპირობოდ უნდა მივიღო ის მომსახურება, რომელსაც კომპანიამ თავაზობს. თალსახად ესე არ არის, მადლობა ხმას, რომ დღეს გვაქვს CEMEC-ის მიერ მიღებული ძალიან ბევრი კარგი დადგენილება, რომელიც მომხმარებელს და კომპანიას ძალიან საინტერესო სამართლებრივ ჩარჩოებში სვავს, ორივე მხარეს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს და უფლებებს აკისრებს.
ერთი ოქროს წესი არის ასეთი, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს უწყვეტი, საიმედო, სტაბილური, ხარისხიანი მომარაგება და გადაიხადოს ადეკვატური გადასახადი, მის მიერ მომხმარებელს შეესაბამებოდეს, ხო? აი ეს პროცესი არ უნდა დაარღვიოს კომპანიამ. მომხმარებლის ვალდებულება არის, რომ მომსახურეობას, რასაც მიიღებს, იმის საფასური თავის დროზე გადაიხადოს და არ დაარღვიოს ამ ქსელით ან თქვათ მოწყობილობებით სარგებლობის წესები, ხო, როგორც ვიცით. აი ეს უნდა არსებობდეს. ამას უკვე თუ კი ეს პროცესები ირღვევა, მე უკვე რა თქმა უნდა მოდის პრობლემები. ეხლა თქვენ როდესაც საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლის ინფორმირებულობა ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ მომხმარებელმა იცის, რომ მისი უფლების დასაცავად არსებობს შესაბამისი ორგანო, რომელსაც მიმართავს. არა მარტო პრობლემაზე მიმართავს, არამედ უბრალოდ კონსულტაციას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მხრიდან ესა თუ ის მოქმედება ან მიწოდებული მომსახურება ხარისხიანია თუ არა, ან რა უფლება აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტად უფრო გვიადვილდება შემდეგ ასეთი რეგიონის სოფლის და მომხმარებლის უფლებების დაცვა და ინტერესების დაცვა. ამიტომ წელს სხვათა შორის ძალიან ბევრი ასეთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ, რომელიც სწორედ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა და საკმაოდ კარგი შედეგებიც მივიღეთ მერე. და ერთსაც კითხავთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რა გაქვთ გეგმაში უახლოეს მოკლევადიან პერიოდში? ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის სწორედ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მჭიდრო კომუნიკაცია, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ ჩვენ ადგილზე მივიდეთ და ვნახოთ პრობლემები, რა პრობლემები აქვს მომხმარებლებს. მოგეხსენებათ, წელს საკმაოდ რთული ზამთარი გქონდა. განსაკუთრებით იყო ეს აჭარა და გურია. ჩვენ აჭარაში უკვე ვიმყოფებოდით წელს, სადაც მე ჩემი თანაშემწე წარვადგინე და იქ ბათუმი ქობულეთი მოვიარეთ და იქ პრობლემებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. თუმცა მაღალმთიანი აჭარა არის ერთ-ერთი საინტერესო, თქვათ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, როგორც ჩვენ ვიცით, მომხმარებლებს, მით უმეტეს რომ კაცრი კლიმატური პირობები გვაქვს იქ, ასევე გურიას ჰქონდა ძალიან რთული ზამთარი. ამიტომაც პირველ რიგში დავიწყებთ ამ რეგიონებით, ჩავალთ, რამ ყველა, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტს მოვივლით, შევხვდებით ასევე მერის წარმომადგენლების სოფლებში, იქ არსებული პრობლემები რომ ნახოთ და თუ ჩვენი საჭიროება და დახმარება იქნება, რომ მომხმარებლებს ამ კუთხით გვერდით დაუდგეთ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გავაგრძელებთ საქართველოს ყველა რეგიონი გვაქვს დაგეგმილი, რასაც მოვასწრებთ. თუმცა სადაც ყველაზე საჭირონი და აქტუალური პრობლემებია, ალბათ იმით დავიწყებთ. და ერთიც გამოჩამიკითხა, ზოგადად ყოველ წელს გქონდა პრობლემა გაუმართავი სისტემის, გაზმომარაგების სისტემის გამათბობლების და ასე შემდეგ და წელი არ გავიდოდა მსხვერპლის გარეშე. წელს აი ამ ზამთარმა როგორ ჩაიარა ამ მიმართულებით? სხვათა შორის წელს სამწუხაროდ დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევა, სადაც იყო გარდაცვალების ფაქტი რუსთავში. თუმცა რა თქმა უნდა შემცირებულია. ეს გარკვეულწილად არის იმის დამსახურებაც, რომ კომპანიებმა დაიწყეს მომხმარებლების ინფორმირება, მომხმარებლებთან შემოწმებების ჩატარება. ჩვენ არაერთი სტატისტიკა დავდეთ კომპანიიდან მოწოდებული ინფორმაციის შესახებ, სადაც ზუსტად იყო მოცემული ციფრები, მათი შემოწმების შედეგები და ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მომხმარებელი ფლობს ისეთი ტიპის დანადგარს, რომლის ფლობაც, ამოყენებაც იმ სივრცეში არ შეიძლება. წელს უკვე დავიწყეთ ჩვენ ესე იგი ნახეთ, ეს იანვრიდან მარტამდე მოყოლებული ეგზავნება მომხმარებლებს მარტის ჩათვლით ეგზავნება მომხმარებლებს შეტყობინებები ვიზიტების შესახებ, სადაც არის კონკრეტულად მითითებული კომპანიის წარმომადგენლის ვიზიტის დღე და თარიღი, როდესაც ისინი უნდა მივიდნენ და შეამოწმონ მფლობელობაში არსებული ქსელი და მე ასე ვთქვათ ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მოვუწოდებ მომხმარებლებს, რომ ეს შესაძლებლობა და ეს აუცილებელი შემოწმება არის, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებს უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ მის უკან უკვე დგას მომხმარებლის და არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი მეზობლების, ახლობლების, ნათესავების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ქსელის შემოწმებასთან დაკავშირებული შეტყობინება არ დავტოვოთ უყურადღებოთ, აუცილებლად მივცეთ შესაძლებლობას კომპანიას, რომ გადაამოწმონ და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.